Ეკოელისაშვილი, რომელსაც მივესალმები, გამარჯობა ალეგო. მოგესალმებით. მადლობა განაცემაში, მონაწილეობის და ჩვენ პირველ ნაწილში ახლა ვსჯელობდით პროტესტის პერსპექტივა როგორია, როგორ უნდა მოხდეს, დათოს თავის რაღაც იდეა ქონდა. პოლიტიკური პროცესი როგორ წარიმართოს შემდეგ. პროცესში გადაიზარდოს და როგორ გადაიზარდოს. თქვენს კი რა ხდება მოკლედ? რამე იდეები თქვენს გაქვთ თუ თქვენს დინებას მიყვებით ახლა? სიმართლეო გითხრა დინება საერთოდ არ მივყვე, გამარჯობა, მოგესალმებით. კარგი, საინტერესო ფორმატი გაქვს, გამიხარდა ასეთი ჭკვიანი კაცი გამგაცემას, რომ შემოუერთდა როგორც ბატონი დავითია და დინებას არ მივყვებით, უბრალოდ არ გვინდა ხელოვნურად ყველანაირ პროცესში ვართ ჩართულები, რავი, ლაზერი რო იყო პარლამენტზე მინათებული, იქიდან დაწყებული, რომელიც ვერ წაგვართვეს ეხლა ხანს. იქიდან დაწყებული მარშები ამ მსვლელობები თუ ყველაფერში მონაწილეობთ აბსოლუტურად. იქ იმით დამთავრებული ადამიანებს ვეხმარებით ჩვენი იურიდიული რესურსით, სამართლებრივი რესურსით, რომ ჯარიმები და ბევრი შედეგი გვაქვს უკვე, რომ აი მარიამ გაბრიელაშვილი, აი ჩემი უშუალოდ ჩემი პარტიის და ჩვენი კოალიციის წარმომადგენლებმა გიორგი რეხვიაშვილმა 6 შემთხვევიდან 5 სიტყვიერი გაფრთხილებით შემოაფარა ცეკვავასთან მათ შორის და ყველაფერს ვაკეთებთ. უბრალოდ არ გვინდა რომ რაღაცა ხელოვნურად გავიქაჩოთ ამ რაღაცა იმ აქციის სათავეში, მაგრამ რა თქმა უნდა მეც ვიზიარებ იმას, რომ პოლიტიკა არ ხდება პოლიტიკური პარტიების გარეშე. ხო, ვიღაც ეს მოსწონს, ვიღაც არ მოსწონს, ეს არის. ხო და ეს გადაიზრდება. მოიფიქროთ, რომ ამ ხალხს დაინტერესოთ, ხო, რომ თქვენი მონაწილეობა. აქ რეალურად პრობლემა არის ის, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკოსების დამახასიათებელი ამპარტავნება. მაგრამ აი ეს პროცესი ჭრიალით მიდის. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით ჩვენი კოალიცია, რომ სალომე ზურაბიშვილის გარშემო უნდა გაკეთებულიყო და მასთან ერთად პირობითად თქვი და მე ამის გამო ჯვარს გვაცვეს სახალხო პარლამენტის ფორმატის რაღაცა, საკოორდინაციო საბჭო, საკონსულტაციო საბჭო, წინააღმდეგობის ფრონტი, რავი, შტაბი, რავი, ნებისმიერ რაღაცა შეგვიძლია დაგვერქმია, მაგრამ ასეთი რამ უნდა გაკეთებულიყო, რეგლამენტიც ჰქონდა გაწერილი, როგორ შეიძლება იმუშავა. ეხლა რაღაც სასაცილო პარლამენტის გაკეთება კი არ გვინდოდა რაღაცა ჩინური პარლამენტის. არა, უბრალოდ რაღაცა უფრო მეტი კოორდინაცია უნდა ყოფილიყო, რო არ ყოფილიყო, რომ აცაბაცა თუნდაც საერთაშორისო ვიზიტები ყოფილიყო, აქ უცხოელები რო ჩამოდიან ცალ-ცალკე ოფისებში რო შეხვედრა. ამას რა თქმა უნდა აფერხებს უნდობლობა ერთის მხრივ ოპოზიციაში არსებული და მეტი მოჭარბებული ამპარტავნება ზოგიერთი პოლიტიკოსი, არა მგონი ყველასი, მაგრამ რაღაცა ნელ-ნელა ეს პროცესი მიდის, აგერ მიდის ახლა ინტენსიური კონსულტაცია ზუსტად ამ თემაზე სალომე ზურაბიშვილთან. მე აი წინა ბლოკში ვამბობდი, რომ ნაცებთან ერთად არაფერი არ გამოვა ჩემი აზრით და მე მიმაჩნია, რომ თუ ამ პროცესს დაიწყებთ სალომე ზურაბიშვილთან, უნდა დაიწყოთ ამ ორი ნაციური პარტიის გარეშე. ან თქვენ გახარია იქ თავისი ახალი ხალხი ვინც არის სალომე ზურაბიშვილი მოძრაობა, რავი, თავისუფლების მოედანი იქნება თუ ახალი მოძრაობა აღარ ყველა ოღონდ ნაცებმა იყვნენ ცალკე, იმიტომ რომ წარმოიგიდეთ ახლა ყველაფერს 12 წლის თავზეც ხელისუფლება ნაცების ხარჯზე ახერხებს ყველაფრის დისკრედიტაციას. აგერ ახლა პროცესი აქვს დაწყებული პარლამენტში, საგამოძიებო კომისია აქვს, ისეთ ამბებს ყვებიან, უკვე ისეთი ხალხიც კი ვინც ოპოზიციონერი იყო, დღეს რო უსმინეს იმას ხარჯიანი საქმე შოკში არიან. ასეთ საქმე ექნებათ მილიონი, ნაცებს რა გამოუვლებთ ასეთ საქმეს. ყოველ დღე შოკში იქნება მთელი მოსახლეობა და ეხლა თქვენ მათთან ერთად კიდე გუშინ გამოვიდა კი კობახიძე და ამბობდა რომ ყველა იქ ვინც დგასო ქუჩაშიო, ნაცების დაბრუნება უნდათო. რატო? იმიტომ რომ ვიდგრეში არ ჩემსო თუ ითხოვო 4 პარტია ხომ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და იმ 4-ში 2 ნაცური პარტიაო. მორჩა დამთავრდა ესე ყველას ნაცები გინდა. ნაცური პარტია ამ ქვეყანაში არის ქოცების პარტია. ქოცებისთვის ეგ არ არის. ორი მომიტანეო, ერთი მიუტანა ნამდვილად. გავიგე, მაგრამ ქოცებისთვის ეგრე არ არის ეგ. არა, მე არ ვიზიარებ მაგას. მეტი კოორდინაცია საჭიროა. ცოტას ვიტყვი, მაინც ახლა ბარი ჩემ ვერსიასაც ვიტყვი. ნაცებმა ცალკე გაერთიანდნენ? თქვენ ცალკე გაერთიანდნენ. შეიძლება გასა. ნაცები პრობლემა არის, მაშინ წინა საათზეც გითხარი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ხوار შეიძლება იგივე სალომე ზურაბიშვილის ეგიდით გაკეთდეს არა რაღაცა ესეთი სტრუქტურა ბაკოორდინირებელი მხოლოდ არა პირდაპირ დასახელდეს რიგარეში არჩევნებისთვის პრემიერობის კანდიდატად და რაღაც ჭtildeოვანი კაბინეტის მაგვარი შეიქმნას. რა, გულახსენოთ რომ გითხრა ჩვენ მაგას ვლაპარაკობდით თავიდან, მაგას გულისხმობდით, მაგრამ ალტერნატივა რომ გამოჩნდეს, რომ აი თუ ვიძინა არა, მაშინ ვინ მოდის? ამაზე იყოს სალსახა პასუხი, რომ აი ეს მოდის რა. ეს ხალხი მარტო სალომეც არ არის აქ, ანუ შეიძლება ეს სულ არ იყოს არც ერთი რაღაც მაინც რაღაც აფილირებული იმასთან და ყოველ შემთხვევაში აი ნაცების ფაქტორი ამით გარკვეულწილად დაიდრალდება, იმიტომ რომ მე მგონი არც ისინი იქნებოდნენ ამის წინააღმდეგ
თუმცა მე მესმის აბსოლუტურად გეთანხმები, რომ შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის ყოველთვის არის რთული. აი ეს არის რაღაცა კოშმარი. ეს არის რაღაცა თითქოს ძალიან მარტივია და გასაგებია. ამას ისეთ რაკურსებით დააყენებენ ხოლმე, ისეთ პრეტენზიებს მოაბავენ, რომ აი სიმართლე გითხრა. ხო, შენ ამბობ წინა დღეს რომ რაღაცა იქ რო ვზივარო, მაშინ ვარდებიო აპათიაშიო. ოპოზიციის შეკრებაზე. ხო, ზოგი ისეთი ამპარტავანია, რომ არ ვიცი ეს რა, ორჯერ კაცი გამოждდება თუ ხალი ტელევიზორში და თავი მე გონია უინსტონ ჩერჩილი ან რა ვიცი, მარგარეტ ტეჩერი მინიმუმ და მე მიდი და იმას რაღაცა არგუმენტით რაღაცა გადაარწმუნა. და როგორ საიწავა ეს სიტუაცია ხა, როგორ ფიქრობთ აი თქვენი და როგორ იქნება თქვენი? თუ არ ვწდები იაგომ თქვა კაჭკაჭიშვილმა, რომ მინაულებული ვულკანივით არის ეს ჩვენი რუსთაველის აქცია, ნებისმიერ მომენტში იფეთქებს, ამაში ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროტესტი არსად არ წასულა, ისევ არის ჩვენში, ვიღაცა შეიძლება ცოტა დაღლილია, ვიღაცა შეიძლება ცოტა იმედგაცრუებულია, მაგრამ ხელისუფლება რო დაღლილია, ეგეთი უნდა სამარცხვინო დღეში არიან, ვიღაცა ფლოსტებიან ხალხს ხვდებიან და იმას დადებენ დადებს მაკაბოჭორიშვილი ვიღაც ფლოსტებიან კაცთან შეხვედრის ფოტოს, აი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა განას საგარეო საქმეთა. აი ჩვენი და განას ინტერესები პოლიტიკური ისე არის გადაკვეთილი ისტორიულად. ხო და ესენ ძალიან ძიმე დღეში არიან სინამდვილეში უბრალოდ რაღაც ახალი სუნთქვა უნდა გაგვეხსნეს და როგორც იმაშია ხოლმე ორთაბრძოლებში. ძალიან ბოლო რაუნდები როა და ორივეს კანცი როა გამძვრალი, იქ უკვე ფსიქოლოგიურად ვინც უფრო მზად არის და ვისაც უფრო მეტი რწმენა აქვს, ის იგებს ხოლმე. პოლიტიკური პროცესი მიდის მეტნაკლებად ჭრიალით, აი ეს კონსულტაციის პროცესი, მე რა ვქნა ხა გულზე ხელს დავიდა, არავისკენ ხელს არ უშო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, ჩვენი კოალიცია ძლიერი საქართველო, რომ უფრო მეტად კოორდინირებული იყოს რაღაცეები. ის რა თუნდაც უცხოელებისგან არის საყვედური, რომ დელეგაციები მიდიან და ერთს გვეუბნებაო, მეორეს გვეუბნება, რაღაცაში ჩამოყალიბდით ხო, ხა წარმოვიდგინე რა პატარა ჩანს საქართველო ბრიუსელიდან, სტრასბურგიდან ან ვაშინგტონიდან და იქ რო ხედავენ, რომ ეს ხალხი ვერ დამჯდარა ერთი მაგიდის გარშე, ერთ პრობლემა გვაქვს, ერთი დარდი გვაქვს, ყველას გვირთხავენ. მე შენ გეტყვი რომ არ გვირთხავდნენ და არ გვიჭერდნენ. ყველა ხო მაინც ამ დღეში ვარ და მაინც ვცდილობთ რომ რაღაცა ერთმანეთს იმასკნათ, რა ქვია, ფეხი დაუდოთ, მაგრამ არა უშავს, ნუ ესეც უნდა ვისწავლოთ და კარგი პროცესი მე რაც ყველაზე მეტად მე იმედება გძელვადიანად რო შევხედოთ რა, პასუხისგებლიანი მოქალაქეების საზოგადოებად ყალიბდებით თანდათან, რომელიც პოლიტიკოსებსაც ძალიან კარგად დაგვიქნევს ხელს. და პოლიტიკოსი ის ხო არ არის რაღაცა საშვი ჩაიდი აქ თუ ისა რა ქვია, ქსივა და პოლიტიკოსი ვარ და ივი და პაგონები დაიყენე. პოლიტიკოსი ხარ ის მაშინ როცა ხმას გაძლევენ და ხმას თუ არ გაძლევენ, არ ახარ პოლიტიკო, რაც არ უნდა იძახო პოლიტიკოსი ვარ. ესეთი ამბავი იქნება რა, ეს ბუნებრივი გადარჩევის ამბავი იქნება. მყარი მოცემულობები ხო არ არსებობს ხო პოლიტიკაში. ხო დღეს ესია, ხვალ ისია, მაგრამ ამ ყველაფერს რაღაცა სწორისვლები უნდა გააკეთო, ფეხი უნდა აუწყო და ის იმასკნა და ჩვენ დღე-დაღამე ამაზე ვფიქრობთ, ახლა დღეს ეხა მოვდივარ ვაგზლიდან იმაზე რა ქვია, ზუსტად იმაზე ვფიქრობდით რა, როგორ ანაირად არის გასაკეთებელი და მე რა დასკვამდები ჩვენ ვართ მაქსიმალ რა ვქნა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ბრძოლაში შესულაზაც არ ვთაკილობ მე თავგადაკლული მათი მოწინააღმდეგე ვიყავ ხო ხვალ მოგადგება ვიღაცა და გეტყვის რომ ხარჯიანის მკვლელობაზე პასუხი გამოიწვია შენ რატომ უნდა გასცე ეხა უდესიანის ამ ვიღაცის მაგივრად ქონების ჩამორთმევაზე ხო ამდენ ხანს 13 წელი გავიდა მამაძავი ხო მოგადგებიან მაინც ხო მოგადგება იმედი ვიღაცა მოგადგება და ქართულ ოცნებას მიადგნენ კაცო 13 წელი გავიდა ეხლა რო არ უნდა მიყვებოდნენ სისასტიკეებს 13 წლის განმავლობაში ყველა პროკურორი რო დატოვეს ყველა მოსამართლე ვინ არიან ის მოსამართლეები მურუსიძე და ეს ის ამსონები ვინ არიან რომელი საქმის მოსამართლეები იყო კაც მეორე კაცი მოკლული არ ყავდა და იმ კაცის კვლელობისთვის რო ჩასვეს ერთი მწყემსი არ გახსოვთ აი ესეთი საქმეებზე რო გაწყვეტილებები აქვს წავიდნენ და აი მაგ ხალხი მე კი ნუ მომადგება მე საშიში რო იყო მაშინ ვაკრიტიკებდი სააკაშო წავიდნენ ქართულ ოცნებას მიადგნენ და მოთხოვენ პასუხი თეატრულუკიანს მიადგნენ და მოთხოვენ პასუხი იუსტიციის მინისტრი რო იყო რომ გადმოუგდია ენა და რაღაცებს ლაპარაკობს წავიდა და მაგას მოთხოვენ პასუხი ხო იძახდა რომ აუ სასამართლო კაბელითა პროკურორად გასწორდა ზის ახლა კომისიის თავმჯდომარე და ასამართლებს ნაცი ხო ასამართლებს მე მაგას გავასამართლებ 13 წლის მერე კაცო 13 წელი გავიდა 13 25 წელია უკვე 2025 წელი ხო რაღაც საოცდით თემას ამას მე არ მივიღებ იმიტომ რომ ეხლა საერთო ბრძოლაში ვართ მე არავის გათეთრება არ მინდა და არავის გაправება არ მინდა უბრალოდ ჩემთვის ოპოზიციის დაქსაქსულობა ცოტა გაუგებარი ამბავი არის და ამას ხელს უშლის ერთი უნდობლობა შიგნით არსებული და მეორე ეს რაღაცა გადაჭარბებული ამპარტაუნება და თავის თავზე დიდი წარმოდგენები რა და საკუთარი პრიზმიდან რაღაცეების ყურება და პარტიული პრიზმიდან და რა ქვეყნის ინტერესიდან რაც არის ძალიან გულდამწყვეტი სიმართლე გითხრა. შესაძლოა ეს სიმპტომატურია რომ მე პირადად მაგალითად ველოდი რომ აი ეს 100 დღეა ეს პროტესტი მიდის ხო ყოველ დღე ხდება ზუსტაველის გადაკეთება ამის და
ველოდი რომ ეს პროტესტი გამოკვეთდა რაღაც ახალ სახეებს პოლიტიკაშიც, პერსპექტიულ სახეებს პოლიტიკურად. მაგრამ არ გამოიკვეთა. სხვა პირდაპირ გამოკვეთა ამ პროტესტმა შეიძლება ითქვას სიმბოლოები, რაღაცა გმირები თუნდაც, რაღაცა მიმდინარეობის ეს ახალგაზრდები იქნებიან, ამაღლობელი იქნება, მაგრამ არა პოლიტიკური ლიდერები. ანუ პოლიტიკური ლიდერებს ჩვენ გინდა წავიდეთ, წამოვიდეთ, მაინც თქვენთან უნდა მოვიდეთ, ესე იგი, ანუ ვერსად ვერ წავალთ. ამიტომ რატო აი ვახუშტი მენამდე იმათმა გააკეთეს. კი, გააკეთეს, მაგრამ ნუ ჯეგენი ისედაც აქტიური ხალხი იყო და როგორც არასამთავრობოებს ვიცნობ. გააკეთეს და რა მერე ხარ, გააკეთეს და ვისვენ აღარ გამოჩენილა. არჩევნებზე ანუ აქ თემა ის არის, რომ ის ხალხი, ვინც ახალი ხალხი იყო ამ პროტესტზე, აქტიური ხალხი ვინც არის ყოველდღე ტელევიზორში ვინც ჩანს, სახიობები, რეჟისორები, მათ უნდა უნდოდეთ რაღაც მოძრაობის ჩამოყალიბება და შემარ, მათ არ უნდათ ფაქტი ახლა ამის გაკეთება. შესაბამისად, ნუ რჩება ველი ისევ თავისუფალი. ახალი ძალა თუ არ გამოჩნდა, მართლა გიწევს მე ამას, რა ქვია, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად რაღაც ალიანსების კეთება და ნუ რაც ჩემი აზრით უპერსპექტივო ამბავია. არა, ალიანსების კეთება რატო ახლა? ის რა არ უყურებ მე ესე რაღაცა დრამატულად და ტრაგიკულად. ჩემთვის ყველაზე მაგარი ამბავი გავიმეორებ არის ის, რომ შეიძლება პოლიტიკური ლიდერები ვერ გამოიკვეთენ. ესეც არის ახლა ესე უცბად პოლიტიკური ლიდერები. ზუსტად ის არ მომწონს ხოლმე ვიღაცა კარგად დროშას გააფრიალებს და ეგრევე წაიყვანენ და პარტიულ სიაში ჩასვან ხოლმე იმის არ იყოს ვიღაცა შტანგას აწევს და ეგრევე სიაში როსვავენ, ხო? ასე უცბად რომ ვიღაცა გამოვარდება და იმისგან მე გინდა პოლიტიკოსი გამოძერწო, ესე არ არის. პოლიტიკოსების კრიტიკა და ლანძღვა მარტივია, მაგრამ თვითონ უკეთესი პარტიის შექმნა, უკეთესი პლატფორმის შექმნა, ეს გაცილებით რთულია და ყველამ ვისაც უნდა ამაში თავი გამოსცადოს კაცო თავი. არც ის არის პრობლემა, რომ ლანძღავდნენ და მაკრიტიკებდნენ, მაგრამ უნდა გვაჩვენო, რომ უკეთესები არ მაგრამ პროცესია მაგარი, რომ მე სულ რაზეც გული მწყდებოდა, რომ რუსებმა განცდა მქონდა, რომ 200 წლის მანძილზე წაგვართვეს პასუხისგებლიანი მოქალაქის და საკუთრების განცდა, სამშობლოს საკუთრების განცდა. და ჩვენი რაღაცა სამშობლოს სიყვარული გადავიტანეთ ყანწების ტრიალში. და იმაში რომ თოფის ლულას ჩაასხავდი იმას ღვინოს და აი ნახე როგორ მიყა და შემეჯიბრე საქართველოს სიყვარულს და ვინ უფრო მეტ მინოს დალებდა და გასკდებოდა მაგაში იყო გადატანილი საქართველოს სიყვარული საბჭოთა დროს. და ეხლა ყველა ხვდება რომ საქართველოს სიყვარული არის თუ გინდა რომ საქართველოს დაუმტკიცო სიყვარული, კარგი პასუხისგებლიანი მოქალაქე უნდა იყო. კუჩა არ უნდა დაანაგვიანო. რუსთაველზე აქციის მერე ბიჩოკი არ გდია, ნამწვი არ გდია სიგარეტის. აი ეს არის, ეს მომწონს მე ყველაზე მეტად და იმ ხალხს რო პრეტენზია, სწორი პრეტენზია აქვს. მაგალითად ეხა შევხვდით პატიმრების ოჯახის წევრებს. აი თიც გვიქნებდნენ და ისე გველაპარაკებდნენ, როგორც უნდა ელაპარაკოს ხალხი ყველა პოლიტიკოსთან. ძალიან სწორია ეს ამბავი. ეს ამბავი მე მაგრად მომწონს. იქ ძალიან სწორი რაღაცა ხდება რუსთაველმა, აჩვენა და არა მარტო რუსთაველმა, აი ეს პატიმრების თემა მაგალითად რა ვიხდე როგორ ყველა დავამხნევო მაგათვე ნაცვალე, ვებხო, ვასო კაძელიშვილი, ვებხო კასრაძე, ყველა აბსოლუტურად მხნედ იყავით, მაგრად იყავით, ოკმელა ძალიან მაგარი ბიჭი და ყველა არ მინდა ვიღაც იმდენი არიან სამწუხაროდ. რა შეიძლება გაკეთდეს რომ რაღაცნაირად ამ ხალხის დახსნა მოხერხდეს ხელისუფლება? ეს ხო სავაჭრო რაღაცა არის რა. ეხლა მე 1-2 საყვედური მივიღე რომ შენ იმან გამოვიყო საბჭოს ხალხმა გამომიყვანა როგორც გაირკვა, იმიტომ რომ თვითონ მითხრეს ეს ბერზე რო იყო ჩამოსული, იმან თქვა რომ ჩვენ გქონდა მთავრობასთან წინაპირობაო, თუ არ გამოგიშვებდნენ ციხიდანო, იმიტომ რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი იყო, ვისაც სისხლის სამართლის საქმე გქონდაო, ის საქმე ეხაც მაგ 1 აპრილს მაგ რა მაგარი იუმორი აქვს იმაში 1 აპრილს დამინიშნეს ხდომა სასამართლოში. ხო და ჩვენ გამოგიყვანეთო და ეს ხო სავაჭრო ამბავი, ანუ ბერსეს ვიზიტი შემდგარიყო თუ არ შემდგარიყო, ქართულმა ოცნებამ ჩემით ივაჭრა. და მე თქვა ორთვიანი წინასწარი პატიმრობიდან გამომიშვეს, იმიტომ რომ ბერსე ჩამოსულიყო და ეჩვენებინათ, რომ აი ჩვენ უცხოელებიც ხვდებიან. ეს ხო სავაჭრო არ არის სამართალზე და კანონზე იქ არ არის ლაპარაკი, ხო სავაჭრო დააქვთ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ იცის რომ ადრე თუ გვიან რაღაცების დათმობა მოუწევს და უნდა რომ ეს მაგიდაზე იდოს როგორც ერთ-ერთი სავაჭრო კარტი. მე თავი ბოლო ეს არის, ამიტომ ჩვენ უნდა შევქონათ ისეთი სიტუაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი აქეთ იხვეწებოდეს შეხვედრას. ერთი გლობალურად რო შევხედოთ, ეხლა ტრამპმა იმისთან აგრიგალი დაატრიალა მთელ მსოფლიოში, რომ ამათ ეგონათ რომ მაგათი კაცი იყო და ეხლა რაღაცები რომ დაალაგდება, დამშვიდდება, მე მიხვდებია რომ სინამდვილეში აფერი დაალაგებული ბიძინა ივანიშვილს ტრამპთან არ ქონდა და იქით დაიწყებს ხვეწმას რომ მათ დაგელაპარაკებით და პოლიტპატიმრების ამბავი ხო ეს ამბავი არის, რა რო ყველას გამოუშვებენ, როდესაც საქმე აი ამ მოლაპარაკებამდე მივადა. იმისთვის რომ საქმე მივიდეს, რუსთაველზე აქცია არ უნდა შეწყდეს 31-ში ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ, ხვალ ძალიან საინტერესო მარშია.
8 საათზე მარჯანიშვილიდან ყველას მინდა. ანუ 31-ში დაიგეგმა, ეხლა 22-ში რატო დაგეგმეთ კიდე? ეს არის თითქოს ამაზე იყოს სწორება 31-ში. 22-ში არის მარჯანიშვილიდან. არ არის შეუთანხმებელი. ხვალ არის მარში მეგობარი აქტის მხარდამჭერი, ბევრი ამერიკული დროშით უნდა მივიდეთ, რომ იქ უფრო მეტი мотиваცია გქონდეთ. ხო და ამერიკული დროშით ხო ხელისუფლება მე ეტყვის, აი ხო ვამბობდით უსამშობლო ამერიკა აინტერესებს საქართველოს არაო რა. ბებია მაგაცამ რა. მაგათაც არ უნდა ილაპარაკონ უსამშობლოები, უჯიშვები და მეგთამები თვითონ არიან სულ გაყიდულები რუსებზე და თავის თავს მიხედონ. სულ მაინტერესებს ჩვენზე ისინი რას ლაპარაკობენ. ეგ უსამშობლოები მართლა იქ. ფულის მეტი რომ მაგათ სამშობლო არის ფული, მოპარული ფული რო თქლიფონ და ბიძინა ივანიშვილს რო კუდი უკიცინონ. ეგ არის მაგათ სამშობლო და მეტი არაფერი. აიმიტომაც ეს მარტო. მაგრამ აი ამ პროცესმა რაღაცნაირად აი თვითონ ხელისუფლება ხარასაც უყურებთ კი აშკარად ეთყობათ რომ ეს პროტესტი მაგრა უშლით ნერვებს. ძალიან. მაგრამ მეორე მხრივ შიდა რუევის ისინი არ შეინიშნება რაღაც. აი როგორ უნდა მოხდეს რომ გაფართოვდეს ტვირიანს. კიდე რა არის საჭირო? ჩემი აზრი ხო უნდა გაფართოვდეს და არ უნდა შევწყვიტოთ. აი როგორც მრავალ რაუნდიან ბრძოლაში ფსიქოლოგიური მზაობა და რწმენა ვისაც მეტი აქვს ის იმარჯვებს. ხო თქვენც ჩემზე კარგად იცით რომ ტრამპის ეს რაღაც გრიგალი წამოეწიათ, როცა ძალიან კუთხეში იყვნენ, იქიდან როგორც კი გაისმა რომ ბიზნესმენები ჩაждდებოდნენ სანქციებულთა სიაში. აი მან იმისთანა დავიდარება ქონდა და იმისთანა სირბილები და წიოკი და ისეთი ამბები ქონდათ, რომ აი მან დაფეთდნენ, მაგრამ მე ზელენსკის ლანძღვის მერე ცოტა ფერზე მოვიდნენ, რატო? იმიტომ რომ მანამდე ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი იყო შეუტანელი, ხო? აი ყველა საშუალო მაღალი და დაბალი რგოლის კოცი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი ისა აქ რა ქვია, ხო? იქ ვიღაცები გამოვლენ, მე ხაინდრავა, აი შვეიცარიის საბანკო სისტემა ჩამოშალა. თუ წაიკითხე ის кейსი რა იყო, ის კრედიტ სუისის, არა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოშალა 30 ბიძინა ივანიშვილს მოპარეს ფული იქ და იმიტომ ჩამოიშალა ის ბანკი. სხვებსაც რო პარავდნენ უღმერთოდ რა ჟუაჟა ბიძინა ივანიშვილი. და ეს იმიჯი იმსხრეოდა ამ სანქციებით. ევროპისგანაც და შეერთებული შტატებისგან ბიძინა ივანიშვილი უძლებელია და ის თვითონ კოცებში დაერხათ და მე იმაშვებოდნენ და აი ამ ტრამპის ამბებმა ზელენსკის ლანძღვამ აი ძალიან ძიმე სურათმა რაც იქ თეთრი სახლის აი მოვალურ დარბაზში რაც იყო აი მან მე ცოტა ფერზე მოიყვანა თორე იშლებოდნენ ძალიან მშვენივრად ვიცი რომ ძალიან ძიმე ამბავი იყო განსაკუთრებით აი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების გარშემო ცეხავიკები ვინც არიან იმათმა რომ გაიგეს რომ შეიძლება სანქცირებულები ყოფილიყვნენ აი და დაფშვნის პირას იყვნენ მაგრამ აი ხა ის ფერზე მოვიდნენ მაგრამ ეხა თანდათან ხო ნახეს არა რისის ელანძღავდნენ ეხა საბოლოო ჯამში ტრამპი რას იზამს და როგორ გადაწყდება ხო არაპროგნოზირებადი ამიტომ ხა მაგის იმედად ვერ იქნებია თუ ის მეგობარი აქტი მიიღეს თუ მეგობარი აქტი მიიღეს ძალიან პროგნოზირებადი არის რა უნდა ქნა ეს პრაქტიკულად გამოვარო ტრამპის მხრიდან არის ვიზირებული. ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ჯერჯერობით, მეგობარი აქტი თუ გაიტანეს და მიიღეს, ის შეიძლება უსასრულოდ გაიწელოს, ახლა იქ ხო რაღაც გრძელი პროცედურაცაა. ის თუ მიიღეს, ესე იგი, ესენი შავდღეში არიან. დღევანდელი ამბავი რა, გამოვიდნენ ლანძღეს, რიში ეგონათ რაღაც რეები არ უძახეს, თაღლითი მატყუარა ესა ჯიმრიში და დღეს ამ ხელაპოსტი დაწერა ტრამპმა რომ აი რიში რა მაგარი კაცია, ეხა აიდაჰოში კენჭი ყრის, თუ არა მეშლება აიდაჰოში და ამ მხარე დაუჭირეთ ეს უღალატო კაცია პრინციპული. ხო და ეხა კობახიძე ფიქრობს რა მათქმევი რა ის დოზანაო და იმაშოვე ენაზე იკბინა და იდაყზე ალბათ, ხო? ასე რომ ეგრეც არ არის რა, რომ ის არის და ამერიკიდან მოკლედ როგორც ჩვენმა კობახიძემ თქვა, როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნებაო, ხო თქვა. ჯერ ეგ რა მაგარი სუვერენიტეტია. ხო იძახია რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ, პირველ რიგში ჩვენი სუვერენიტეტი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრო კაცი თავის თავს ეძახის, გამოდის და საქართველოსიო სიტუაცია ისე იქნება, როგორც ტრამპი იტყვისო. ეგ არის სუვერენიტეტი და ეგ არის რაღაც თავმოყარება. ნუ მაშინ იმედი ქონდა რომ ისე იტყოდა, როგორც მასაც და ახლა არც ისე რო თქვა და არც ასე. ჯერ არ არის, ახლა შეიძლება აქ იყოს ასეთი მომენტი, რომ დიდხანს გაიწელოს ეს სიტუაცია. თუმცა მე მგონი რომ ისე დიდხანს გაიწელოს, აი ადრე ვამბობდი შემთხვევაზე, ჩილეში პიროჩეთის დიქტატურის წინააღმდეგ დაახლოებით წელიწადნახევარი გრძელდებოდა კანონწყვეტილი ეს აქციები და ბრძოლა, ეს ცოცხალი თავიდან უნდა იმასაც წასვლა ხელისუფლებიდან, მაგრამ მოუწია წელიწადნახევრის მერე. აი აქ ჯერ 100 დღე ვარ თქო რაც ეს ბრძოლა გვაქვს აი რომ გაიწევს აი რისთვის არის რა სცენარები წარმოგიდგენთ ცუდი ვარიანტი რა სცენარი წარმოუდგენია მაგალითად იგივე თქვენ გაერთიანებას აი რა შეიძლება გაფუჭოს და გაფუჭდეს თუ დაუშვათ საერთაშორისო კონექტი ვერ მოიცალეს კიდე დიდხანს ზილაივანიშვილისთვის და კი ბატონო
არა, ასე არ მგონია. ესე ხო შავ დღეში არიან, აი მართლა არავინ თურქმენეთში დადიან. ბატონო, რაზე ეტყობათ ხო? ეს ხო გძელვადიანად დაგვარტყავს. ეკონომიკა ყველანაირი დახმარება შეცდომა. 11%-იანი ზრდა. 11%-იანი ზრდა აქვს იმის ხარჯზე, რომ სურათები რო შემოიტანა იმაში, რა ქვია და 200 მილიონი ბიუჯეტში არ დააგდა. ეგ არის, ეგ გაიყვანეს იმაში, რა ქვია, ეკონომიკური ზრდა. რა გაიყვანეს, მაგრამ ოფიციალურად ეგრეა. რა ეკონომიკური ზრდა აქვს? სოფლიო ბანკი პროგნოზირებს, რომ მომავალ წელსაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება საქართველოს. ამათმა ესე თუ გააგრძელეს, რა დააპროგნოზირებენ, ნახეთ. არა, საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ აქვს საერთაშორისო. ერთ-ერთი შეერთებული შტატები არ ამბობს არც ისე და არც ასე ამაცე ევროკავშირი ძალიან ნათელია, ხო? ორბანის გარდა ამათი მხარდამჭერი არ არის და პირიქით ყველა ასანქციებს და აგერ არ არის გამორიცხული, რომ ბრიტანეთმა დაასანქციოს ესენი. და ბრიტანეთის სანქცია შეიძლება ამერიკელების სანქციაზე უფრო მძიმე იყოს, იმიტომ რომ აი ვირჯინიის კონძულები და ისინი სადაც ოფშორებია, ყველა ბრიტანეთთან არის მიმული. ეკონომიკურადაც დაარტყავს და რა მთავრობა ესენი არის, შეძრებიან გვირაბებით პარლამენტში იქავ, დიდი გული გამოძრებიან და გარბიან. ქუჩაში ეგენი ვერ გამოდიან. ღონისძიებას ესენი ვერ ატარებენ. ვერაფერს ვერ აკეთებენ საერთოდ რანაირად არიან კარგ დღეში და არიან მთელი სუსი დაკავებულია იმით ოპოზიციის თვალთვალით და მოსმენით კი არა რომ შიგნით ხავთ შანტაჟი და უბედურ დღეში რომ არ იქავ ვიღაცამ იმასკნას რა ქვია არ გახდეს სადღაც და არ გაიწეს ჯერჯერობით არიან ჯერჯერობით არიან ხო მაგრამ ჩვენც ვართ თავარი ამათი ის რა იყო რომ პროტესტი გამქრალიყო და პროტესტი არ ყოფილიყო რა არქნეს ამისთვის ხო 5000 ლარიანი ჯარიმა აგერ ფონდები დააყადავთ ამ პროტესტს მოხერხებული ხალხი ვართ ადაპტაციას იულად ვახერხებთ პროტესტი არ გაჩერებულა პირიქით ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე მოვიდა გაზაფხული და მათი ბუნებრივი მოწინააღმდეგე ხო ზამთრის იმედი ჰქონდათ მათ შორის ეს ისეთი მარათონული ის არის რა ქვია რა მარათონულ იმაზე ბრძოლა არის და სირბილი და მარტივად არ იქნება ეს ამბავი შევხედოთ ბაშკეთებს მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ვიცი რომ დავათმობინებთ რა ერთადერთი ამათ ეხა აი ამ როგორც გითხარით ტრამპის ამბავმა ეგონათ რომ სულზე მოუსწროთ მაგრამ იქიდანაც რაღაცები რომ დაალაგდება რომ ნახავთ მეგობარი აქტის პერსპექტივა როგორ იქნება აი როგორ აჭიკჭიკდებიან მე კი ბატონო